გამარჯობა მეგობრებო, კვარაცხელიას ჩვენი დახმარება სჭირდება. ხვიჩას მსოფლიო რადარზე და სკანდალი რონალდუს თავს. ვიდეოს დაწყებამდე კითხოვნა დამიფასო ჩრომა და შევეცადოთ რომ ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე, რადგან ამ ნიშნულისთვის ჩვენ დიდი ხანი არ მიგვიღწევია. ასევე თუ ახალი ხარ გამოიწერი არხი, რათა 103.000 გამომწერს მივაღწიოთ. ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ. კვარაცხელიას უმცროსმა ძმამ თორნიკე კვარაცხელიამ ევროტურნირებზე პირველი მატჩი ჩაატარა და დებიუტისთანავე ყურადღება მიიქცია. თორნიკე კონფერენს ლიგის შეხვედრაში ლუქსემბურგის მონდორფის წინააღმდეგ ჩაერთო. 11 მეტრიანი მოიპოვა და შეტევაში რამდენჯერმე გაამწვავა თამაში. მისი გამოსვლა უცხოურ მედიაში შეაფასეს. წყაროსნობით ბარსა ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს აკვირდება და კატალონიურ კლუბში არ სურთ ის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დაკარგონ, რომლებიც წლების წინ კვარაცხელიასგან ხელიდან გაუშვეს. სტატიაში წერენ, რომ ბარსა ხვიჩას PSG-ში გადასვლამდეც ინტერესდებოდა, თუმცა მაღალი სატრანსფერო ღირებულების გამო გარიგებაში რეალურად ვერ ჩაერთო. ახლა კი ყურადღება მის უმცროს ძმაზე გადააქვს. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე საუბარი ოფიციალურ შეთავაზებაზე ან მოლაპარაკებაზე არ არის. ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ სკაუტების ინტერესი ჩვეულებრივი მოვლენა, თუმცა თორნიკესთვის დასაწყისი ნამდვილად საინტერესო გამოვიდა. ამიტომ კომენტარებში დაწერეთ: ხედავთ თუ არა თორნიკეში იმ პოტენციალს, რომ მომავალში ევროპის თით კლუბში ითამაშოს. ახლა კი შესაძლოა დადგა დრო, როდესაც ქართველმა გულშემატკივარმა მხოლოდ მაყურებლის როლი უნდა დატოვოს და კვარაცხელიას ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში გვერდში დაუდგეს. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ოქროს ბურთის ოფიციალურმა გვერდმა ფრანს ფუტბალმა მნიშვნელოვანი განმარტება გამოაქვეყნა. მსოფლიო ჩემპიონატის მოგება გეხმარება, მაგრამ ეს არ გაძლევს ოქროს ბურთის მოგების გარანტიას. ჯილდოს მისაღებად მთელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა იყო და არა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის. წერს ფრანს ფუტბალი. სწორედ ამიტომ კვარაცხელიას შანსებზე საუბარი კვლავ რეალურ საფუძველს იზენს. მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი რეალობაც უნდა გავითვალისწინოთ. ოქროს ბურთის გამარჯვებულს გულშემატკივართა ონლაინ ხმის მიცემა არ წყვეტს. საბოლოო არჩევანს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეული სპორტული ჟურნალისტები აკეთებენ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი კომენტარი კვარაცხელიას პირდაპირ ქულას ვერ დაუმატებს. თუმცა ფეხბურთში დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოსა და საერთაშორისო განწყობასაც, რომელიც კანდიდატის გარშემო იქმნება. ოქროს ბურთი მხოლოდ მშრალი სტატისტიკის შეჯამება არასდროს ყოფილა. ჟურნალისტები აფასებენ თამაშს, ტიტულებსა და დიდ მომენტებს, მაგრამ მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს ისიც, თუ რომელი ფეხბურთელი სეზონი რჩება მუდმივად საერთაშორისო განხილვის ცენტრში. სწორედ ამიტომ არის საჭირო აქტიურობა, არა აგრესიული კამათი, კონკურენტების შეურაცხყოფა ან ერთი და იმავე კომენტარის უაზროდ ასჯერ დაწერა. არამედ ხვიჩა სეზონის სწორად და ღირსეულად წარმოჩენა. ამ თემაზე საინტერესო შეფასება გააკეთა საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამაც, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგების რეალური შანსი აქვს. ჯანაშიას აზრით, მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი დამსახურებულად გახდა, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ოქროს ბურთიც ესპანელ ფეხბურთელს უნდა შეხვდეს. მისივე თქმით, არც ლიონელ მესია ახლა მთავარი ფავორიტი, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის ვერ მოგებით შანსები მნიშვნელოვნად შეუმცირდა, ხოლო ლამინ იამალის შემთხვევაშიც მხოლოდ ტიტული საკმარისი არ არის. რაც შეეხება უშუალოდ ფავორიტს, ჯანაშიამ თქვა, რომ ჯილდოს პირადად სწორედ კვარაცხელიას მისცემდა, რადგან ქართველი შემტევი ჩემპიონთა ლიგაზე გმირულად გამოვიდა, ძალიან სასარგებლო იყო და დიდ მატჩებში საკუთარ სიტყვას ყოველთვის ამბობდა. მისივე შეფასებით თუ ლოგიკურად ვიმშელებთ, კვარაცხელია მინიმუმ ნომინანტთა სამეულში აუცილებლად უნდა იყოს. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, არ გვაქვს საფრანგეთის, ესპანეთის, ინგლისის ან ბრაზილიის მედია რესურსი. ხვიჩას უკან არ დგას ასობით მილიონიანი აუდიტორია. ამიტომ სწორედ ჩვენ უნდა შევქმნათ ის ხმაური, რომელიც მის მიერ მოედანზე გაკეთებულ საქმეს საერთაშორისო დისკუსიიდან გაქრობის საშუალებას არ მისცემს. ამ იდეას შეუთიმიც გამოეხმაურა და ქართველ გულშემატკივრებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მათი მთავარი გზავნილი ასეთია: მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებმა კვარაცხელიასთვის კარი კვლავ გახსნა და ახლა თითოეულ დიდ უცხოურ გვერდზე ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა უნდა გამოჩნდეს. ამასთან ერთად კი ამ ინიციატივას სხვა არაერთი ქართველი გვერდი შეუერთდა. ახლა კი საჭიროა, რომ მსოფლიოსაც მუდმივად შევახსენოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ამ ბრძოლაში არა უბრალო მონაწილე, არამედ გამარჯვების რეალური კანდიდატია. 26 ოქტომბრამდე კი ჯერ კიდევ დიდი დროა. მაქამდე კი ხვიჩა არაერთ მნიშვნელოვან თამაშს ჩაატარებს. შესაბამისად, კვარაცხელია მსოფლიოს საკუთარ თავს მისი თამაშითაც შეახსენებს. რაც შეეხება ხვიჩას საფეხბურთო განრიგს, 5 აგვისტოს პარიზელები პირველ ამხანაგურ მატჩს მალიორკასთან გამართავენ. 8 აგვისტოს კი უკვე მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდებიან. ეს ორი შეხვედრა ლუის ენრიკესთვის გუნდის მდგომარეობის შესაფასებლად იქნება მნიშვნელოვანი, მაგრამ პირველი დიდი გამოცდა 12 აგვისტოს მოდის, სადაც PSG UEFA Super 1000 Aston Villa შეხვდება. ანუ კვარაცხელიასთვის ახალი სეზონი პირდაპირ ტიტულისთვის ბრძოლით იწყება. ამის შემდეგ PSG-ს დასვენებისთვის დიდი დრო არ ექნება. 16 აგვისტოს გუნდს საფრანგეთის ჩემპიონთა
ჩემპიონთა თასის ფინალი ლანსთან ელოდება. სხვა სიტყვებით, აგვისტოს დასაწყისიდან თვის ბოლომდე PSG-ს 6 შეხვედრა აქვს, მათ შორის 2 მატჩი ტიტულისთვის და რამდენიმე საკმაოდ ძლიერი მეტოქე. ამიტომ კვარაცხელია საფეხბურთო სამყაროში თავის სიტყვას კიდევ არაერთხელ იტყვის. მამარდაშვილის ლივერპული ამჟამად ჩიკაგოში იმყოფება, სადაც გუნდი ახალი სეზონისთვის ემზადება და რამდენიმე ამხანა გულშეხვედრასაც გამართავს. საწვრთნელი შეკრების დაწყების შემდეგ კი ირაულამ პრესკონფერენცია ჩაატარა და ერთ-ერთი მთავარი კითხვა ბუნებრივია მეკარეების კონკურენცია შეეხებოდა. მისი კომენტარი კი შემდეგია: კმაყოფილი ვარ იმ არჩევანით, რომელიც მეკარის პოზიციაზე გვაქვს. გუნდში არიან ალისონი და მამარდაშვილი. ფიქრობ, ეს პოზიცია საიმედოდ გვაქვს დაკომპლექტებული. ერთი შეხედვით ეს მამარდაშვილისთვის პოზიტიური შეფასება. ახალმა თავკაცმა ქართველი მეკარი ალისონთან ერთად პირდაპირ დაასახელა და ხაზი გაუსვა, რომ ამ პოზიციაზე კლუბს პრობლემა არ აქვს. თუმცა ირაულას სიტყვებში ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსიც გამოჩნდა. მან განსაკუთრებული ყურადღება ალისონის გამოცდილებასა და გასახდელში მის გავლენაზე გაამახვილა. ალისონი გასახდელში ძალიან დიდ როლს ასრულებს. მისი გამოცდილება ახალწვეულებისა და ახალგაზრდა ფეხბურთელების სწრაფ ადაპტაციაში დაგვეხმარება. გვჭირდება ვირჯილ ვან დაიკი, ალისონი და ჯო გომესი, ფეხბურთელები, რომლებმაც აქ დიდი დრო გაატარეს, განაცხადა ირაულამ. ამ რეალობიდან გამომდინარე კი გუნდის ძირითადი მეკარე კვლავ ალისონი იქნება. თუმცა პრესეზონზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. როგორ წარმოაჩენს თავს გიორგი ამხანაგურ მატჩებში, რამდენად მოერგება ირაულას მოთხოვნებს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ალისონი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. რონალდუს სკანდალი მესის კორუფციაში ადანაშაულებს? 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, თუმცა ტურნირის გარშემო არსებული სკანდალები ჯერ კიდევ აწყდება. მოგეხსენებათ, მუნდიალის განმავლობაში მსაჯებსა და ვარის მუშაობას ხშირად აკრიტიკებდნენ. რამდენიმე მატჩში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დიდი კამათი გამოიწვია. სოციალურ ქსელებში კი რეალური პრეტენზიები შეთქმულების თეორიებსა და დაუდასტურებელ ინფორმაციებს შეერია. ყველაზე მეტი ბრალდება არგენტინის მისამართით ისმოდა. გულშემატკივრების ნაწილი ამტკიცებდა, რომ FIFA-ს ლიონელ მესის ტურნირზე დატოვება სურდა და ამიტომ გადამწყვეტ ეპიზოდებში არგენტინას ეხმარებოდა. ახლა კი კამას კრიშტიანო რონალდუს ერთი სოციალური ქსელის რეაქცია დაემატა და თემას სრულიად სხვა მასშტაბი მისცა. კერძოდ, რონალდუს ოფიციალურმა ინსტაგრამ ანგარიშმა მოიწონა ესპანური სატელევიზიო გადაცემის ვიდეო, რომელშიც ჟურნალისტი პილარ როდრიგეს ლოს-სანტოსი არგენტინის შესახებ შემდეგ რაიმეს ამბობდა. არგენტინა რამდენიმე მატჩით ადრე უნდა გამოვარდნილიყო FIFA-ს დახმარება რომ არა. არგენტინის კი არა ინფანტინოს მეშინია. ასევე ვიდეოში ის FIFA-ს კორუმპირებულ ორგანიზაციას უწოდებდა და ამტკიცებდა, რომ საჯების გადაწყვეტილებები არგენტინისა და მესის სასარგებლოდ მუშაობდა. რონალდუს რეაქცია მალევე შენიშნეს და შესაბამისი კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით კი ლაიქი აღარ ჩანდა, თუმცა ინტერნეტში მისი კვალის გაქრობა უკვე შეუძლებელი იყო. აქ კი რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გავმიჯნოთ. რონალდუს საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. მას არ უთქვამს, რომ ჟურნალისტის ყველა ბრალდებას ეთანხმება და არც ის განუმარტავს თუ რატომ მოიწონა ვიდეო. შეიძლება ეს ყოფილიყო მისი რეალური პოზიცია, წამიერი ემოციური რეაქცია ან უბრალოდ შემთხვევით დაჭერილი ლაიქი. ამიტომ მხოლოდ ერთი სოციალური ქსელის მოქმედებით რონალდუს სრული პოზიციის დადგენა რთულია. თუმცა მეორე მხარეც არსებობს. როცა ასეთი გავლენის მქონე ფეხბურთელის ოფიციალური ანგარიში მსგავს ვიდეოს იწონებს, ეს ბუნებრივად აღიქმება როგორც მხარდაჭერის მინიშნება, განსაკუთრებით რონალდუსა და მესის მრავალწლიანი სპორტული დაპირისპირების ფონზე. ახლა კი მთავარი კითხვა ასეთია: ეს იყო კრიშტიანოს რეალური და გააზრებული პოზიცია თუ სოციალური ქსელის ერთი მოქმედება, რომელსაც გულშემატკივრებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.